დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის უნგრეთში დაგეგმილი შეხვედრის ირგვლივ კითხვები გაჩნდა. მას შემდეგ, რაც რუსეთისა და ამერიკის პირველი დიპლომატები ერთმანეთს ტელეფონით ესაუბრნენ და პრეზიდენტების შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაოები განიხილეს, პოზიციებში განსხვავებების საგრძნობი გახდა. ამერიკის შეერთებული შტატები პრეზიდენტის ბოლო განცხადებებით უკრაინასა და რუსეთს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. დავის შინაარსში შესვლა არ სურს. შინაარსი კი სწორედ ისაა, რასაც მრავალწლიანი კონფლიქტი ეფუძნება. ომის ძირეული მიზეზების დავიწყება კი მოსკოვის ინტერესში არ შედის, ამბობენ კრემლში. ამის შესახებ დღეს უპროფესიונალად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. სერგეი ლავროვი ადასტურებს, რომ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად ვაშინგტონთან სატელეფონო საუბრები გრძელდება. მთავარი არც შეხვედრის ადგილია და არც დროა, რამეთ ის თუ როგორ წავიწევ წინ არსებითად იმ მიზნებიდან გამომდინარე, რომელზეც ანკორიჯში ფართო გაგებას მივახციეთ. მას შემდეგ რუსეთს პოზიციები არ შეუცვლია. ჩვენი გაგება ეყრდნობა მიღწეულ თანხმობას, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმაც აღნიშნა, როცა თქვა, რომ საჭიროა გრძელვადიანი და მყარი მშვიდობა და არა ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა, რომელიც არსად არ მიგვიყვანს. ჩვენ ამ ფორმულის ერთგულები ვართ, ეს მარკო რუბიოსთან საუბარშიც დავადასტურე. ახლა ამერიკელ კოლეგებს არწმუნებენ, რომ შეცვალონ თავიანთი პოზიცია და შეწყვეტონ გრძელვადიანი და მდგრადი შეთანხმების მოთხოვნა. არამედ უბრალოდ შევჩერდეთ და შემდეგ ისტორიამ განსაჯოს. ჩვენ ვიცით, ვინ აკეთებს ამას. ესენი არიან ზელენსკის ევროპელი მფარველები და ბატონები, თუმცა ეს მიდგომა სრულიად საპირისპიროა იმისა, რაზეც პრეზიდენტები ტრამპი და პუტინი შეთანხმდნენ ანკორიჯში, როდესაც ისინი შეთანხმდნენ ძირეულ მიზეზებზე კონცენტრირდნენ. ეს კი ნატოზე უარის თქმასა და რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვასაც გულისხმობდა. მოსკოვს არც პოლონეთის განცხადება გამოჰპარვია, რომლითაც ვარშავა რუს პრეზიდენტს აფრთხილებს, რომ უნგრეთის მარშრუტით ფრენისაც შესაძლოა იძულებული გახდეს მისი დაკავების საერთაშორისოდ გაცემული ორდერი გაითვალისწინოს. ბულგარეთი კი საკუთარ საჰაერო სივრცეში რუსეთის პრეზიდენტის თვითმფრინავისთვის დაბრკოლებების შექმნას არ გეგმავს და ამას ღიად ამბობს. ფრენის პრობლემა არ აქვს უკრაინის პრეზიდენტს. ვოლოდიმერ ზელენსკის პარასკევს ლონდონში ელიან. მსურველთა კოალიცია ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტების ბოლო შეხვედრის შემდეგ პირველად ხდება. რათა დაგროვებული საკითხები განიხილონ, მათ შორისაა უკრაინისთვის შეერაღების მიწოდებაც. ვაშინგტონში მე ვესაუბრე თავდაცვის კომპანიებს. მათ შორის მათ, ვინც პეტრიოტებსა და სხვა ჩვენთვის საჭირო შეიარაღებას აწარმოებენ. მათ აქვთ ნება იმუშაონ უკრაინასთან. ისინი უკრაინას ენდობიან. ჩვენ მუშაობთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას ისევ შეუძლია პეტრიოტის სისტემების საჭირო რაოდენობის მიღება. ეს არაა მარტივი საქმე, მაგრამ ეს ერთადერთი უსაფრთხოების გარანტიაა უკრაინისთვის, რომელიც იმუშავებს გრძელვადაში. მნიშვნელოვანია, რომ ვაშინგტონში პოლიტიკურ დონეზე არსებობდეს საკმარისი მხარდაჭერა. ფრთოსანი ტომაჰავკების კიევისთვის გადაცემის პერსპექტივა კი პრეზიდენტების ბოლო შეხვედრის შემდეგ უფრო ბუნდოვანი გახდა. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა დღეს აღნიშნა, რომ საკითხი დახურული არ არის და იგი განხილვის პროცესშია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ამერიკის პრეზიდენტი მიიღებს. თავად დონალდ ტრამპს ოვალურ კაბინეტში შეკრებილი ჟურნალისტები ძველ და ახალ განცხადებებზე პასუხებს თხოვენ. უკრაინას შეეძლო გამარჯვება. მათ კიდევ აქვთ ამის შესაძლებლობა. არ მგონია მოიგონ, თუმცა შეუძლიათ. არასდროს მithქვამს, რომ ისინი გაიმარჯვებდნენ. მე ვთქვი, რომ მათ შეეძლოთ გამარჯვება. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ომი ძალიან უცნაური რამაა. ხდება კარგიც და ცუდიც. ცეცხლის შეწყვეტის ტრამპისეულ იდეას ემხრობიან ევროპელებიც, თუმცა ტერიტორიული დათმობების გარეშე. ისინი კიევის მხარდამჭერ პოზიციას ინარჩუნებენ და ამბობენ, რომ ტერიტორიებზე გადაწყვეტილებები ვიწროთ უკრაინის მისაღებია. ერთობლივ განცხადებაში დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და ევროსტრუქტურების ლიდერები ამბობენ, რომ ერთიანნი არიან მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის ძალისხმევაში, თუმცა საერთაშორისო საზღვრების ძალით შეცვლის პერსპექტივას მკაცრად გმობენ. კარგია, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები დისკუსიას გამართავენ ორმხრივი დღის რიგის ფარგლებში. თუმცა იმ მომენტიდან, როდესაც საუბარი შეეხება უკრაინას, უკრაინა უნდა იყოს წარმოდგენილი მაგიდასთან. იმ მომენტიდან, რომელსაც ევროპელების უსაფრთხოებას შეეხება საქმე, მაგიდასთან უნდა ისხდნენ ევროპელებიც. ამის თქმა ნამდვილად შემიძლია. ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას უკრაინასთან ერთად, რომელიც მამაცად უწევს წინააღმდეგობას რუსეთს. პარასკევს ლონდონში ჩვენ გვექნება მსურველთა კოალიციის შეხვედრა, ნაწილობრივ ფიზიკურად, ნაწილობრივ დისტანციურად. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკიც იქნება იქ წარმოდგენილი. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის დახმარებას სამხედრო თუ ფინანსურ ნაწილში.
ვიდრე ომის დასრულების პერსპექტივაზე. დიპლომატიური გადაწყვეტა ჭიანურდება, მხარეები ფრონტის ხაზზე ცეცხლს უწყვეტად ცვლიან. უკრაინა რუსეთის იერიშებს იგერიებს და მკაცრი ზამთრისთვის ემზადება.